უმცროსმა დონალდ ტრამპმა პასუხი გასცა სტივ უოტკოფის ყველა კრიტიკოსს, რომლებმაც ის პრორუსულ პოზიციაში დაადანაშაულეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ამ სულელებს მედიიდან და დიპ სტეიტიდან ცხოვრებაში არასდროს უწარმოებიათ წარმატებული მოლაპარაკებები. თითქმის ცხადია, რომ უოტკოფის ყველა კრიტიკოსს უკრაინაში ნებისმიერი მშვიდობიანი შეთანხმების ჩავარდნა უნდა და ამ ომის დაუსრულებლად გაგრძელება. კმარა დროა წერტილი დაისვას, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის ვაჟმა. ბუნდესვერის გენერალ-მაიორმა მაიკ კელერმა განაცხადა, რომ როგორი იარაღიც არ უნდა მიიღოს უკრაინამ, ის მაინც ვერ გაიმარჯვებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე მოიგებდნენ თუ არა მალევე ომს უკრაინელები, თუ კი მათ ტაურსის და პეტრიოტის სისტემების მეტი რაკეტა ექნებოდათ, გენერალმა უპასუხა: არა, ესე არ არის. ნებისმიერი ვისაც სამხედრო საქმეში რაიმე მაინც ესმის, გეტყოდათ, რომ არ არსებობს რაღაც ერთი სისტემა, რომელიც შეიძლებდა ომის მსვლელობის არსებითად შეცვლას. ომი ზედმეტად რთულია, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას სიტუაციაზე. არასდროს იარსებებს ერთი სისტემა, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს, განაცხადა მან. დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა თავისი თანაშემწის სტივ უოტკოფის ჩანაწერების გაჟონვაზე ბლუმბერგში. შეკითხვაზე მოусმინეთ თუ არა აუდიო ჩანაწერს, რომელიც ბლუმბერგს აქვს, სადაც უოტკოფი რუსებს უხსნის, როგორ უნდა მოგეპყრონ თქვენ, ტრამპი პასუხობს: არა, არ მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სტანდარტული რამაა. მან უნდა მიჰყიდოს უკრაინა რუსეთს. ამას აკეთებს მომლაპარაკებელი. და არ გაღელვებთ, რომ მისი პოზიცია ძალიან პრორუსულია? არა, განაცხადა ტრამპმა. ვფიქრობ, ეს ომი შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, ხოლო რუსებს გაცილებით მეტი ადამიანი და ჯარისკაცი ჰყავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ კი უკრაინა შეთანხმებას მიაღწევს, ეს კარგი იქნება ორივე მხარისთვის. უკრაინა ბევრად პატარაა. ესაა ადამიანების გაცილებით მცირე ჯგუფი. მათ ბევრი ადამიანი დაკარგეს. რუსებმაც ბევრი ადამიანი დაკარგა, მაგრამ მათ გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავთ, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. სოციალურმა ქსელმა X-მა დაიწყო ავტორების გეოლოკაციის ასახვა და აღმოჩნდა, რომ უკრაინის ყველაზე ხმამაღალი მხარდაჭერები თავიანთ ეკაუნტებს აწარმოებენ შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან და არა თავად უკრაინის ტერიტორიიდან. ლვოვში უკრაინელი ჯარისკაცების ახალი სასაფლაოებისთვის დამატებითი მიწა გამოყვეს. ლვოვის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ მთავარ ადგილას, სადაც 2022 წლის შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს ასაფლავებდნენ, მხოლოდ 20 ადგილი დარჩა. ახალი სასაფლაოებისთვის დამატებით 1,5 ჰექტარი გამოყვეს. რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი თვითმკვლელივით იქცევა. მისი თქმით, ევროკავშირის გეგმა ესაა სიგიჟე, ესკალაციური და თვითმკვლელის გეგმას ჰგავს, თანაც იმდენად, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინოს. დროა ამ ქაოსიდან ამოვიდეთ, დროა ნატო დავტოვოთ, აცხადებს მაიკ ლი. რესპუბლიკელმა სენატორმა ერიკ შმიდტმა ტრამპის გეგმის კრიტიკოსებს მოუწოდა აღიარონ რეალობა და შეწყვიტონ ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრება. იმის იმედით, რომ იქნება სანქციების კიდევ ერთი პაკეტი, იარაღის კიდევ ერთი პარტია და ფულის კიდევ ერთი ტრანში. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხს უდგება როგორც რეალისტი. თქვენ აღიქვამთ სამყაროს ისეთებად, როგორც ის არის და არა ისედად, როგორც გინდათ რომ იყოს. და სიმართლე ისაა და ბევრი ადამიანი ამას არ იტყვის, უკრაინელები უკვე დიდი ხანია რაც მარცხდებიან. მათ დაკარგეს საკუთარი ტერიტორიის 20%, აქვთ ცოცხალ ძალასთან დაკავშირებული პრობლემები, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებული პრობლემები. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს უკრაინული სუვერენიტეტის შენარჩუნებას. იმას უზრუნველყოფს, რომ ქვეყანამ დაიწყოს აღდგენა. ასევე შემცირდეს მსგავსი რამის გამეორების შანსი. ამიტომ წარადგინეს მათეს წინადადება ჩარჩო გეგმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო, არმიის მინისტრი დრისკოლი, ყველანი ისინი ჟენევაში არიან, მუშაობენ უკრაინელებთან, მუშაობენ ევროპელებთან, როგორმე მიაღწიონ რაიმე კონსენსუსს ამ 28 პუნქტზე. ჩემი აზრით, ამ პუნქტების უმრავლესობა სულ ცოტა ნახევარი მაინც უკვე დიდი ხანია განიხილება და მათზე თანხმობა არსებობს. ახლა საჭიროა ამ განხეთქილების
შემცირება და იმ ადგილამდე მისვლა, სადაც თქვენ აღიარებთ რეალობას. და უნდა ვთქვა, რომ ვაშინგტონური კონსენსუსი ძალიან დიდხანს ცდებოდა ამაში. შენონი და სხვები ძალიან ბევრ რამეში ცდილობდნენ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. პრეზიდენტი ტრამპი მოდის და ამბობს, ჩვენ მართლაც გვინდა მკვლელობების შეწყვეტა, რადგან ადამიანებს, რომლებიც დღეს ამას აკრიტიკებენ, სინამდვილეში სხვა გეგმები არ აქვთ. ისინი ცხოვრობენ ამ ფანტასტიკურ სამყაროში, სადაც კიდევ ერთი სანქციების პაკეტი, შეიარაღების კიდევ ერთი პაკეტი და ფულის კიდევ ერთი ტრანში გადაწყვეტენ პრობლემას, მაგრამ ესე არ მოხდება, ამიტომ საჭიროა რეალობის აღიარება და მხარეების ერთად შეკრება, რომ ომი დასრულდეს და უზრუნველყოთ ის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, განაცხადა ერიკ შმიდტმა. ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დროა რუსეთ-უკრაინის ომი შეწყდეს. ამ კონფლიქტის გაგრძელება ევროპას ბოლოს მოუღებს. ევროპამ ამას ბოლო უნდა მოუღოს. ისინი ვერ შეძლებენ ამ ომის დაუსრულებლად გაჭიანურებას. ბოლო 18 თვის განმავლობაში ევროპული ეკონომიკა წარმოუდგენლად ნელი ტემპით იზრდებოდა და ამ კონფლიქტმა ევროპელებს ყურადღება გადაატანა იმისგან, რაც ყველა ჩვენგან სჭირდება. გავხდეთ ინოვაციურები, კრეატიულები და განავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. თუ კი მშვიდობის მიღწევას შევძლებთ, თუ კი ევროპას იარაღზე ხელს ავაღებინებთ, არსებობს შანსი ევროპელებმა დაიბრუნონ ეკონომიკური ზრდა იმ დონეზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს გახდეს ის არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც შეერთებულ შტატებს ასე სჭირდება, განაცხადა მაიკ პომპეო. ინტერფაქსთან ინტერვიუში უკრაინის არმიის სპიკერმა ვლადისლავ ვოლოშინმა თქვა, რომ უკრაინელი მებრძოლები გულაიპოლეიდან გარბიან. პირადი შემადგენლობის შენარჩუნებისა და უფრო ეფექტიანი თავდაცვისთვის ტარდებოდა ჩვენი ჯარების განლაგების გადაჯგუფება და გადაფორმატება, თუმცა ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ნებართვის გარეშე დატოვა დაკავებული პოზიცია, რითაც გააშიშლა ამ რაიონში ჩვენი ოპერატიული განლაგების ერთ-ერთი ფლანგი და შერეული ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა დაუცველი დატოვა. ამ გარემოებებით მტერმა ისარგებლა და თავდაცვის ძალების ფლანგში შეიჭრა, განაცხადა ვოლოშინა. შეგიძლიათ კამერასთან თქვათ პიდარასტი? არა, რატომ? გეშინიათ, რომ ამის გამო დაგიჭერენ. დაჭერის არ მეშინია. მაშინ რატომ? იმიტომ რომ ამის გამო ვინ დაზარალდება? გეები დაზარალდებიან. რა პრობლემაა ამ სიტყვაში? და თქვენ შეგიძლიათ თქვათ პიდარასტი. ახლა მაგას არ ვამბობ. პიდარასტი. მე ვამბობ, თქვენ კი აკრძალული გაქვთ. არ მაქვს აკრძალული. მაშინ თქვით, არ მინდა. თქვით, მე მიყვარს გეები, პიდარასტები. შემიძლია, მაგრამ არ ვიტყვი.